ზესტაფონის მეორე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია თითქმის დასრულებულია. მისი 900-ზე მეტი მოსწავლე ახალი სეზონიდან სწავლას საგრძნობლად გაუმჯობესებულ გარემოში შეძლებს. როგორც მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები გვეუბნებიან, დარჩენილია წვრილმანი დეტალები და ობიექტი მის დამკვეთს ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ჩაბარდება. სასწავლო სივრცეების პარალელურად სკოლაში ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული და სააქტო დარბაზები. ამასთან მოსწავლეებს კეთილმოწყობილი ბიბლიოთეკით, სასადილოთი, ექიმის კაბინეტითა და რესურს ოთახით სარგებლობის შესაძლებლობაც ექნება. შენობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ასევე სკოლის გარე სივრცისა და სპორტული მოედნის კეთილმოწყობაც შედის. ვიწყეთ სამუშაოები წელიწად ნახევრის წინ. ანუ ეს შენობა შედგება 6 კორპუსისაგან. მეორე კორპუსი, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კორპუსი იყო პირველ ეტაპზე. ეს ძველი ძირითადი შენობა თავიდან იყო თითქოს და უნდა დანგრეულიყო. მაგრამ შემდეგ გადაწყვიტეს გადამაგრება და მეორე ეტაპზე გაკეთდა გადამაგრებული უკვე ახალი ეს ძველი კორპუსი, პირველი კორპუსი. და უკვე დამთავრებულია სამუშაოები და შეუძლიათ ბავშვები უკვე შევიდნენ და ისწავლონ. ერთი სიტყვით საკმაოდ ბევრი ვიშრომეთ, ჩავდეთ სულიდაგული და გვინდათ რომ ბავშვები იყვნენ ბედნიერი.